მიხეილ, ჩვენ სარგებლობთ იმით, რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მონაწილე. მე მაქვს ასეთი კითხვა, მას შემდეგ რაც თქვენ გცემეს რესტორან თავადურში, ყოფილ ხართ თუ არა საქართველოში? მას მერე და რამდენად უსაფრთხოდ ჩაული ამ დღეებს? მე არ მომისმენია უბრალოდ თქვენი ამ თემაზე განმარტება და ამიტომ გეკითხებით. მე ვიყავი პაატა ბურჭულაძის იუბილეზე, კიდევ ვიყავი ჩასული. მე შიშარა არა ვარ, მე არავის არ ვაბრალებ ჩემზე ხელის აღებას, ეს იყო რაღაც ხროვა, გაუგებრობა. რატო აიღეს თქვენზე ხელი, თუ გაგიკვირდათ ამდაგვარი დამოკიდებულება ქართველებისა თქვენს მიმართ? თუ არ გიკვირთ? ეხლა არა, მიკვირს და მეწყინა კიდეც, მაგრამ რა უყოთ ეხლა ქართველებში ძვირებია ესეთი ადამიანები. თქვენ აცხადებთ თავს, ნეტა პუტინის ადგილზე ვიყო, ნეტა პუტინის ჯანმრთელი ვიყო, ნეტა მართლა მაგისი მეგობარი ვიყო. მაშინ, როდესაც საქართველოს ამხელა პროცენტული მაჩვენებელი გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ საქართველოს უმრავლესობა დასანახად ვერ იტანს ადამიანს, ეზიზღება ადამიანი, რომელიც ბომბებს ესვრის ქვეყანას, ხო? რომელიც შემოდის, ნელ-ნელა საზღვარს ესე აცოცებს ჩვენსკენ, ნელ-ნელა გვართვეს ტერიტორიებს, ყავს ამდენი დევნილი, გამწარებულია ყველა მაგ ადამიანზე, თქვენ ესე უტიფლად გამოდიხართ პირდაპირ ეთერში და იძახით, რომ მე მინდა მისი მეგობარი ვიყო. რა გინდა რომ თქვა ამით? უკაცრავად, ვის ელაპარაკები? მე ვარ დუტას ხირტლაზე. მე ვლაპარაკობ მარტო ჩემი სახელით არა, ადამიანების სახელით, რომლებმაც რო გაიგეს ხუბუტია ცემეს რესტორანშიო, ვახთ მაგაც მარჯვენას ვენაცვალეო. აი ამ ადამიანების სახელით ველაპარაკობ. ხოდა, რა უყოთ ახლა მე არ გამიკვირდა და მეწყინაო. კი ბატონო, გენაცვალეთ. მიდი. მე მეგონა ჭქვილკია ექნებოდა კიდე სტუდიაში და მე უარეს მოველოდი, მაგრამ რა უყოთ ახლა, ვისაც გაუხარდა, ვისაც არ გაუხარდა, ბევრს ეწყინა კიდეც, მაგრამ მე არ ვცდილობ იმას, რომ ყველას შევუყვარდე, ყველას აღარ შევუყვარდება. ხო, მაგრამ ქართველების ხუბუტია, უყურეთ ქართველების. პირველი ქართველი ოხეთი. ქართველი ხო ხართ? ქართველი. ქართველი ვარ, სულით ხორცით ქართველი. ძალიან კარგი, გიყვართ საქართველო.